ეს იყო ის პანდემია, რომელიც მაშინ 2021 წელს 20 წლიდან დაიწყო ფაქტიურად და 21 წელს მივიღე გადაწყვეტილება, რომ დროებით, რა თქმა უნდა, დამეტოვებინა ჩემი საყვარელი საქმე, ჩემი საყვარელი ქალაქი, მშობელი, შვილი და წავსულიყავი ისრაელში, რომელიც ალბათ ყველას ოცნება იქ მოხვედრა, მაგრამ რა თქმა უნდა, შრომითი ხელშეკრულებით ვიყავი. 5 წლის მანძილზე, ზუსტად 5 წელი მქონდა მიზნად დასახული წავსულიყავი და მადლობა უფალს, რომ მოახერხე ამ 5 წელიწადში ჩემი მიზნის ასრულება და დაუბრუნდი მადლობა უფალს მშვიდობით. ყველა მიცით ალბათ რა მდგომარეობაც არის იქ, მაგრამ მადლობა უფალს დაუბრუნდი მშვიდობით. მთავარი სირთულე იყო ის, რომ ჯერ არ ვიყავი მიჩვეული ის, რომ უცხო ქვეყანაში დიდხანს ყოფნას, რა თქმა უნდა, ამ ხელა სიყვარულის და სითბოს შემდეგ, რასაც აქ განვიცდიდი ყველასგან, მაგრამ მადლობა უფალს იქაც მოვძებნე ჩემი საყვარელი საქმე, დამხვდნენ ქართველი გოგოები, რომელმაც გამიწიეს ძალიან დიდი თანადგომა მუსიკალურადაც, ჩემი ცირა მეკრელიშვილი, რომელიც ეხა საქართველოშია და მეგობრობთ. და რა თქმა უნდა, იქ ქართული ანსამბლიც ქართველმა ებრაელებმა შემამჩნიეს და მიმიწვიეს თავის ანსამბლში, საპოვნელა ერქვა სხვათა შორის ამ ანსამბლს. ძალიან ნიჭიერი ქალბატონი დიანა ბენიაშვილი არის ხელმძღვანელი ამ ანსამბლის წლებია და ჩემი ჩაწერილი ვიდეოებით, რომელსაც მე იქ ვაკეთებდი და ჩემ საქმეს ჩემთვის ვაგრძელებდი, შეამჩნიეს და მიმიწვიეს ამ ანსამბლში და საკმაოდ წარმატებულად ვიმოღვაწე ეს ამ 5 წლის მანძილზე, რამოდენიმე კონცერტიც გავმართეთ ისრაელის სხვადასხვა ქალაქებში. იმ პირველ წელს, როცა მე აშკელონში ვიყავი, ღაზა სექტორიდან სულ რაღაც 20 კილომეტრში, ეს იყო ძალიან რთული პერიოდი ჩემთვის, 2 წელიწად-ნახევარი ვიყავი იმ ქალაქში, მაგრამ მადლობა უფალს შემდეგ მოხდა ისე, რომ გადმოვედი აჟდოდში, სხვა ქალაქში და შედარებით წყნარ სიტუაციაში გავაგრძელე მოღვაწეობა ანსამბლში და სწორედ აჟდოდში მივედი, აჟდოდში ყოფნის პერიოდში და ეს ბოლო ომი კი იცით როგორი რთული ომი იყო, მე ისედაც ვაპირებდი უკვე წამოსვლას, მაგრამ უფრო დროში, უფრო სწრაფად ამ ომის გამოც წამოვედი. ჩემთვის რამხელა ემოცია იყო, ჩემთვის საქართველოში დაბრუნება, თან შარშან მშობულებითაც ვერ ჩამოვედი და ფაქტიურად 2 წელი რო გადამულად მომიწია იქ ყოფნამ და ვერ ჩამოვედი, ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული. არა მარტო ჩემიანების ნახვა, არამედ ქალაქში როცა გამოვედი და ყველასგან ვიგრძენ ის დიდი სითბო და მონატრება და სიყვარული, რაც ნამდვილად მაკლდა, ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება და სიხარული და დღემდე განვიცდი ამას. ემიგრაციაში ვინც აპირებს წასვლას, მინდა უთხრა ერთი რამ, რომ ის ბედნიერება, რაც აქ არის, ემიგრაციაში არ არის. რა თქმა უნდა, შრომის ფასი უფრო იქ ფასდება, ვინც შრომობს, მაგრამ ის ბედნიერება, ის სიყვარული, ის სითბო იქ არ არის და ყველა ემიგრანტი თვალცრემლიანია. მე ამის მომსწრე გავხდი და ყველა გამომეტირა, ნეტავი შენ რომ მიდიხარ. აი ეს იყო მათი გულსაწყვეტი მდგომარეობა. მადლობა უფალს, რომ მე შევძელი და ჩემი საქართველოს სიყვარულით, ჩემი პროფესიის სიყვარულით დავბრუნდი. რამოდენიმეჯერ წავედი ამ ქალაქიდან, ხან თბილისში მოღვაწეობდი, ხან სხვა ქალაქებში, მაგრამ მე ყოველთვის მაინც ესტაფონში ბრუნდებოდი და ეხაც ისეთი სიხარულით დავბრუნდი ამ ქალაქში, რომ ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი мотиваცია ამ წუთში, რომ მე ამ ქალაქში გავაგრძელო ისევ ჩემი საყვარელი საქმიანობა. ისევ მინდა აღვადგინო საბავშვო საესტრადო სტუდია ჩემი, ცისარტყელა. კულტურის ცენტრის სოლისტი ვარ, იცით და მინდა გავაგრძელო მოღვაწეობა ჩემს ტაძარში გალობა აუცილებლად. ღვთის შეწევნით, იმიტომ რომ ღმერთის წყალობას იმხელას გრძნობდი ემიგრაციაში, რომ არა მაქვს უფლება, რომ მე უფალი არ ვადიდო მთელი ცხოვრება. მართლა ისეთ სიტუაციებიდან დამიხსნა. და
რა ვიცი, ყველაფერში ჩავებმები, რაც საჭიროა. ჩემი ბენდი, ჩემი ბიჭებთან დავბრუნდი და ყველაფერ ახალ სიახლეებს გვპირდებით და ვცდილობ, რომ სიახლე შემოვიტანო დაბრუნების შემდეგ.